დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის სიცოცხლეზე როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და ვსაუბრობთ იმის შეხსენებით, რომ ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმის გააზრება, რომ ეს არ არის უბრალოდ დროის პერიოდი, ეს არ არის უბრალოდ რიგითი ფაზა მის ცხოვრებაში. და სწორედ ამის გააზრებისას ჩვენ გვახსენდება, როგორ გაივლის ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს, იმაზე ფიქრით, რა არის მისი დღეგრძელობა, რა უზრუნველყოფს მის დღეგრძელობას და რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ძალიან ხშირად ადამიანი გაცნობიერებულად ირჩევს ცხოვრების წესს, რომელიც სწორედ დღეგრძელობას და ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. ან უნებურად აკეთებს არჩევანს, რომელიც ბევრად განსაზღვრავს დღეგრძელობას, ცხოვრების ხარისხს და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანის ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას, რომლის შესახებაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე როგორც სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას. ამავე დროს სულ უფრო მეტი წახნაგი შეიძინა ჯანმრთელობამ და არც ეს ფაქტი გვავიწყდება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ ჯანმრთელობაზე, ვსაუბრობთ ადამიანის ემოციურ ჯანმრთელობაზე, გარემოს ჯანმრთელობაზე და არ გვავიწყდება ადამიანის სულიერი ჯანმრთელობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სწორედ ასეთივე წახნაგები აქვს ჩვენს კეთილდღეობას. წახნაგები, როგორიც ჯანმრთელობას აქვს. და თუ გავიხსენებთ, რომ ჯანმრთელობა კეთილდღეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი წახნაგი, რომელიც თავად განმარტებას დაერთვის, გნებავთ სამუშაო გარემოს ჯანმრთელობა, გნებავთ ჩვენი ეკონომიკური ჯანმრთელობა, ეს არის კეთილდღეობის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტები. მაგრამ თუ განმარტებას მივყვებით, თუ მივაქცევთ ყურადღებას, როგორ შეივსო ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ყველგან ფიგურირებს სიტყვა გარემო. და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება, ადამიანის არსებობა, ანუ სიცოცხლე კონკრეტულ გარემოში ვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი და გარემო არის განუყოფელი. გარემო განსაზღვრავს იმას, როგორები ვართ ჩვენ და ჩვენ ხშირად განსაზღვრავთ, როგორია გარემო ჩვენს ირგვლივ. და მაშინ, როდესაც ჩვენ გარემოს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, რეალურად ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ისევე როგორც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებლად იზომება იმით, რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჯანმრთელობას თავად გარემოსი. და ამიტომ არსებობს ჩვენს გადაცემაში პროექტი და რუბრიკა გარემო, რომელსაც დღეს შორენა ლაბაძე წარმოადგენს ერთი კონკრეტული ისტორიით. ბაღი მაბედნიერებს. შევატყვე, რომ ვღიღინებ, როდესაც ბაღში შემოვდივარ. ეს არის ჩემი სიცოცხლე. მაახალგაზრდავებს, მამშვიდებს, ძალიან დიდი პოზიტივის წყაროა. მე ვარ ლია ჭიქაბერიძე. ყავს შესანიშნავი მეუღლე და ორი შვილი. პროფესიით ვარ პედაგოგი. ამჟამადაც ვასწავლი ქუთაისის 21 საჯარო სკოლაში. ეს ბაღი, რასაც თქვენ ხედავთ, არის 6-7 წლის ნაშრომი. ვარდი 200 სახეობის მაქვს, მაგრამ ამჟამად ეზოში 1000-მდე ძირი ვარდია. ასევე იაც სულ ცოტა 100 სახეობის იქნება, მაგრამ ორანჟერიაში 2000-მდე ძირია. ძალიან ბევრ შრომას მოითხოვენ, მაგრამ რომ იტყვიან ბედნიერად ვიღლები. დავიწყე მე ბუნების გაკვეთილები, მოდიან მოსწავლეები, მახსოვს პირველად ჭიაყელა რო დაინახა მიწაში, ისე შეეშინდა მოსწავლეს და
რომ მოვკიდე ხელი და ვუთხარი რომ რასარგებლობა ქონდა ამ ჭიაყელას, მე თვითონაც არ შეეშინდა და უფრო სხვა დამოკიდებულება ქონდა უკვე. ისეთი ბედნიერი სახეები აქვს, როდესაც თვითონ თავის ხელით რგავენ. როდესაც მე თექაზე ვმუშაობ, ჩემთვის არაფერი აღარ არსებობს. თექის მასტერკლასებს ვატარებ, სადაც მოსწავლეები მოდიან, სკოლის მოსწავლეები და ვცდილობ რომ ჩაუნერგო მათ ეს ჩვენი ძველი ტრადიცია, ასე რომ ვთქვათ, მატყლის დამუშავება. თუ გინდა ერთმა და ორმა მოსწავლემ შეიყვაროს ეს და გააგრძელოს ეს საქმიანობა, მე ვიტყვი რომ საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ იმ ორ ადამიანს სიმშვიდე და ბედნიერება ვაჩუქე. მეუღლე ყოველთვის გვერდით მიდგას, დილით როცა დგება, ბილიკებზე შემოივლის ხოლმე და ისე სიყვარულით უყურებს ყველა ყვავილს, მეც მიხარია, რომ მას სიამოვნებს ეს ბაღი. მე მცენარეებს ვესაუბრები ჩვეულებრივად. მე ღრმა დავარ დარწმუნებული, რომ მცენარეებს ესმის ჩვენი და გრძნობენ, რომელ ადამიანს უყვარს ის და რომელს არა. ნახეთ როგორ გარლობს შაშვი, ესენი ჩემი შაშვები არიან. ისინი მე რომ მუშაობ, აი 1 მეტრზე დადიან და დახტუნავენ ხოლმე ჩემთან. ჩემს ბაღში ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმია და მე ვუფრთხილდები მათ. ძალიან მინდა რომ შხამქიმიკატებით არ შევაწუხო ისინი. გარდა იმისა, რომ უამრავი მცენარეა და ჟანგბადს გვაწვდის, ეს პატარა ბაღი ჩიტების თავშესაფარია, ასე რომ ვთქვათ. აქ შადრევნები მქონდა და როდესაც ვთავ ზაფხულში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ჩიტი ბანაობს ამ შადრევნებში. და აი ულამაზესი, ასე მგონია, რომ 64-ში ვარ, როდესაც მე ამას უყურებ. ვიტო გადავწყვიტე უფრო მეტად, რომ ბიოლოგიურზე გადავსულიყავი, რომ მათ კომფორტულად ეგრძნოთ აქ თავი. არ შეიძლება ადამიანს ბუნებასთან კონდეს კავშირი და უყვარდეს მცენარეები და ის აგრესიული იყოს, იმიტომ რომ ბუნება თვითონ სიმშვიდეა და ჩვენს გვინაწილებს ამ სიმშვიდეს. ჩვენს გადაცემაში სისტემატურად საუბრობთ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მოусმინოთ ჩვენს ორგანიზმს, გამოვიყენოთ ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენი ჯანმრთელობა. რამდენად მნიშვნელოვანია მოусმინოთ გარემოს, გავითვალისწინოთ გარემოს ჯანმრთელობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელი. აი ამას ეხება დღევანდელი ჩვენი გადაცემა და არა მხოლოდ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გასათვალისწინებელია ყოველი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ადამიანის გავლენას გარემოზე და გარემოს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მით უფრო რომ დღეს განსაკუთრებული თარიღია. დიახ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, როგორი იქნება 2026 წელს პროფესიონალთა სათქმელი, პირველ რიგში ჩნდება ბუნების ხედები. დიახ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მთავარი თემა სწორედ ის გარემოა, ის კლიმატური ფაქტორებია, რომლის ზემოქმედება ადამიანზე არის არაერთი საათით ან ერთი დღით, არამედ უწყვეტად, პერმანენტულად და შედეგებიც ამგვარია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი დღეს, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 ივნისს მთელი მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როდესაც დღეს და ხვალს ევროპის საზოგადოება აღნიშნავს ეგრეთ წოდებული მწვანე კვირეულის დადგომას და როდესაც მთლიანად ივნისი გამოცხადდა როგორც გარემოს დაცვის ცნობასობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი. არა მხოლოდ ივნისია ამ შემთხვევაში საგულისხმო. საგულისხმოა ჩვენი ცოდნა და ინფორმირებულობა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ თვეს არის მნიშვნელოვანი. თუნდაც იმიტომ, რომ გარემოს დაცვით დავიცვათ საკუთარი თავი.
ვაგრძელებთ გადაცემას და ვაგრძელებთ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი ძალიან დიდი ხანი არის ჩვენი გადაცემის მეგობარი, გულშემატკივარი და ჩვენი ძალიან სანდო მრჩეველი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება. იგი გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ქალბატონი ნია გიუაშვილი. დილამშვიდობისა ნია. მიხარია თქვენი სტუმრობა და ძალიან მიხარია, რომ სწორედ დღეს გვაქვს შესაძლებლობა გარემოსთან დაკავშირებულ რისკებზე ვისაუბროთ ადამიანის ჯანმრთელობის პერსპექტივით. ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია წლების მანძილზე ჩვენ და გარემოსთან დაკავშირებით იმდენი წახნაგი წარმოგვიჩენია, რომ ხშირად ამის გააზრება რეტროსპექტულად გვაძლევს საშუალებას მომავალში გადავიხედოთ პროგნოზულად და თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ მაგალითად რისკებზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი თავისი წინდაუხედაობის ან დაუდევრობის გამო. თუმცა ვიდრე უშუალოდ ამ წლის, ამ თარიღის მთავარ თემას შევეხებით, ანუ კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აუცილებლად დაგისვათ კითხვა, რომელიც წლების წინ თქვენ თავად წამოჭერით ეს საკითხი ჩვენს გადაცემაში, როდესაც საზოგადოებისათვის დაუჯერებლად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელ და ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელ ფაქტორად თქვენ დაასახელეთ ხმაური, მზარდი ხმაური, რომლის მსხვერპლი არის კაცობრიობა დღეს. არის თუ არა ეს საკითხი კვლავ აქტუალური, მოემატა თუ არა და შეიძინა თუ არა ამ საკითხმა მეტი აქტუალობა და გაჩნდა თუ არა უფრო მეტი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ დიახ, ხმაურს შეუძლია მარტივად შეგვიმოყლოს სიცოცხლე, მოგვკლას და ძალიან ხშირად ასაკის მიუხედავად გააუარესოს ჩვენი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ამ შესავლისთვის. ერთგვარი შეჯამება არის ხოლმე ყოველწლიურად და განსაკუთრებული პატივია ჩემთვის და განსაკუთრებული სიხარული, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ვისაუბრო ამ თემებზე. საკითხი, რომელიც წამოჭერით, ხმაური. მზარდი, ძალიან სერიოზული პრობლემა და გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სწორედ გარემოს დაბინძურება, გარდა ჩვენთვის მარტივად გასაგები დამაბინძურებლებისა, როგორიც არის მაგალითად სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებები, ხო? ხმაური გახლავთ ფაქტორი, რომელიც დამაბინძურებელია იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ეს არ ეხება მხოლოდ სამუშაო გარემოს, ეს ეხება ჩვენ საცხოვრებელ გარემოს. მუდმივი ხმაური, ულტრა დაბალ სიხშირეებზე, რომლის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით და რაოდენობა ამ გამაღიზიანებლისა, მისი ფაქტორის ზეგავლენა მუდმივად იზრდება. ეს არის დაკავშირებული ჩვენს ყოფასთან, ჩვენს უსაზღვროთ დამოკიდებულებასთან სხვადასხვა ტიპის საშუალებებზე, მათ შორის ელექტრონულ საშუალებებზე, სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე საშუალებებზე, რომლებიც ასევე განაპირობებენ ამ დაბინძურებას, გაუარესებას ცხოვრების ხარისხისა. სხვადასხვა ჯგუფებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს ხმაური, მაგრამ მოქმედებს ყველაზე. განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან, რა თქმა უნდა, ბავშვები, სპეციფიური პათოლოგიები, რომელიც ყალიბდება სწორედ ხმაურის ზემოქმედების შედეგად, რომელიც არის დაკავშირებული შემდეგ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან დაკავშირებით მას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა და ის მნიშვნელოვნად ამძიმებს ამ დაავადებების მიმდინარეობას. ამიტომაც ხმაურთან ბრძოლის, მისი მაქსიმალურად შემცირების და თავიდან აცილების სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები მუშავდება. მეტნაკლები წარმატებულობით, თუმცა როდესაც უსაფრთხო გარემოზე საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მათ შორის ნიშნავს მაქსიმალურად შემცირებულ ხმაურს, როგორც დაბალი სიხშირეებისას, ასევე
მაღალი სიხშირეებისას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის რეგულაციები და თუ კი ყველასთვის გასაგებია, მაგალითად, როდესაც პიროტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ და ეს ხმაური ყველასთვის აღქმატია, ხო? არსებობს სხვა ხმაური და ამ მხრივ სამედიცინო სფერო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი, მუდმივად ჩართული სხვადასხვა ტიპის ხმაურის აღმძრავის საშუალებები, რომელიც გახლავთ განუყოფელი ნაწილი, მაგალითად ჰოსპიტალური გარემოსი და ის ზეგავლენას ახდენს პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და რა თქმა უნდა ამძიმებს პაციენტების ჯანმრთელობას. ეს საკითხები და საუკეთესო პრაქტიკები, რა შეიძლება იყოს ხმაურის შესამცირებლად, დღესაც გახლავთ ზრდადი ინტერესის საკითხი. რთულია მათ დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ შეზღუდვები, რომელიც წესდება ხოლმე იმისთვის, რომ ხმაური იყოს შემცირებული, არ გახლავთ მარტივი, არ გახლავთ ადვილად დანერგვადი, მაგრამ არსებობს კარგი მაგალითები, ეგრეთ წოდებული best buys, რასაც ვეძახით განვითარებული ქვეყნებისა და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს განვითარებაზე, დაგეგმვაზე და პრიორიტეტულობაზე ჯანმრთელობის, ეს საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული. და მათ შორის ასეთი მაგალითები თქვენ ძალიან კარგად, მწყობრად და ლოგიკურად ახსენით, რატომ შეიძლება სწორედ უკვე არსებული მაგალითები გავიზიაროთ, გავითვალისწინოთ და ჩვენს რეალობას მოვარგოთ. ეს საკითხი და ჩემს მიერ დასმული კითხვა ემსახურებოდა შეხსენებას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მუდმივი რისკის გარემოში ვცხოვრობთ, მუდმივი რისკის გარემოში მუშაობთ, როდესაც არ ვითვალისწინებთ ხმაურის არსებობას. მეორეს მხრივ არის შემთხვევები, როდესაც ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ ვერ დავაღწევთ თავს და სწორედ თქვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, სადაც ერთ ადამიანს კი არა, მთელს ქვეყანას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება და საკითხის მოგვარებაზე ერთად ზრუნვა, ალბათ ეს არის სწორედ გამოსავალი, რომელიც დაინახა განვითარებულმა სამყარომ და სასურველია, რომ ჩვენც გავითვალისწინოთ. ახლა მთავარ თემას რომ შევეხოთ, კლიმატი. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და მასშტაბები არ გავზარდოთ, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში დღეს იტყვის, რომ სეზონები დავკარგეთ. ძალიან ბევრი ჩვენგანი იტყვის, როგორ დავკარგეთ კონკრეტული თვეები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიყვარული, სინაზე და ემოციური ბმაც კი გქონდა. თითქოს ამ შტაბეჭდილებებს გაჰყვა მასთან ასოცირებული სურნელი, განწყობა და ასე შემდეგ და გაუთავებელი კითხვა, როდის გამოსწორდება ეს ყველაფერი. რა ხდება ჩვენს თავს, როგორ იცვლება კლიმატი და რამდენად სახიფათოა ერთი შეხედვით თითქოს ამინდის ცვლილება, მაგრამ სინამდვილეში ის გლობალური ცვლილება, რომელიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. დიახ, ეს ასეა. ჩვენი მოპარული გაზაფხული, რომელიც არაფრით არ დადგა, გახლავთ ამ ტენდენციის განუყოფელი ნაწილი. დღეს სამყარო ცხოვრობს სამმაგი კრიზისის პირობებში. ეს გახლავთ კლიმატის ცვლილება, ეს გახლავთ ბიომრავალფეროვნების შემცირება და ეს გახლავთ გარემოს დაბინძურება. სამი ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც აუარესებს ჩვენს საარსებო გარემოს, იმიტომ რომ ადამიანის გარემოზე არის საუბარი და მათ შორის უნარზე ადამიანისა გაითვალისწინოს მისი ზემოქმედებით თუ რა ტიპის ზიანი ადგება იმ გარემოს, რომელშიც შემდეგ ის თავად ცხოვრობს. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ კი ვინმესთვის კითხვის ნიშნებს წარმოადგენდა, მანამდე დღეისათვის გახლავთ შემდგარი რეალიები, გამოხატულებით ისეთი ტიპის მოვლენებისა, როგორიც არის მაგალითად ეს ჩვენი გამქრალი გაზაფხული. და როდესაც კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, გლობალურ დათბობაზე არის ხოლმე საუბარი და ყველა მიჩვეულია იმას, რომ გვექნება მაგალითად თბური ტალღები, იქნება კიდევ და კიდევ უფრო მეტად ცხელი ზაფხული. მაგრამ თუ გახსოვთ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ თქვენ ამ თემაზე არა მარტო თბური ტალღები, არამედ იქნება ეგრეთ წოდებული ცივი ტალღებიც. ანუ აი ეს ფლუქტუაცია
ფლუქტუაცია ტემპერატურისა ძალიან ცხელი და ძალიან ცივი გახლავთ სწორედ განუყოფელი ნაწილი კლიმატის ცვლილებისა. დღეს კიდევ უფრო ხმამაღლა საუბრობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე არ უნდა იყოს აქცენტი და ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტად გადაქცეული და რომ ასეთი ტიპის მოწოდებები არის აუცილებელი სამწუხაროდ, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ ეკონომიკურ სარგებელზე, ის არ შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის სარგებელის გარეშე. და ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ეგრეთ წოდებულ თანასარგებელს ჯანმრთელობისათვის. და ის ყველა ხრივ არის მნიშვნელოვანი და გამოხატული. მაგალითისთვის, აი იმ საკითხზე კვლავ აქცენტის გასასმელად და აქცენტის დასასმელად, როგორიც არის ხმაური, ხო? როდესაც საუბრობთ ურბანულ განვითარებაზე და ურბანიზაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თამაშის წესებს ადგენს. ურბანული განვითარების გეგმები პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს ჯანმრთელობის თანასარგებელს, მაგალითად იგივე ხმაურთან დაკავშირებით, იგივე გამწვანებასთან დაკავშირებით, ადამიანის შესაძლებლობასთან, რომ კონდეს მოსვენების სათანადო რეჟიმი, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის იქნება ხელშემწყობი და არ დაამძიმებს არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიების მიხედვით. გვაქვს თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, გვაქვს გარკვეული კარგი გამოცდილებები, რომელიც კარგად მუშაობს და ვხედავთ ამას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. არის თუ არა მათი დანერგვა მარტივი, არ გახლავთ მარტივი და არც იაფად არ შეიძლება მათი დანერგვა, მაგრამ როდესაც სარგებელზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა იყოს ჯანმრთელობის სარგებელზე და პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული სწორედ იმგვარი ღონისძიებების დაგეგმა, რომელიც წმინდად ეკონომიკური გამოხატულების თვალსაზრისით მოგცემს შესაძლებლობას, რომ დაავადებათა ტვირთი შევამციროთ. აი ძალიან მნიშვნელოვან ზღვართან მიხვედით თქვენ თავად და სწორედ ამ თემაზე მინდოდა კითხვის დასმა. როდესაც დაავადებათა ტვირთზე საუბრობთ, თქვენ ძალიან თვალსაჩინოთ ელემენტარულად ხმაურთან დაკავშირებით ბრძანეთ, როგორ შეიძლება ეს აისახებოდეს ძალიან გრძნობიარე კატეგორიაში, ბავშვთა კატეგორიაში, ბავშვის განვითარებაზე, როგორ შეიძლება ეს აისახებოდეს გუსის ძაღლთა პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. კლიმატის ცვლილება და აი დაკარგული გაზაფხული, რომელიც ყბადაღებული თემა გახდა ძალიან გასაგები მიზეზების გამო ჩვენი საზოგადოებისათვის, აქ თქვენ მიერ ნათქვამი რამდენიმე ფრაზე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ტენდენცია ღრმავდება, როდესაც ჩვენ გვექნება ცხელი პერიოდები და გვექნება ცივი პერიოდები და რომ ამ პერიოდების მონაცვლეობა ქმნის იმ სურათს, რასაც ქვია გლობალური დათბობა. აი ამ თვალსაზრისით დაავადებათა ტვირთი გაზომვადია, ჩვენ ვიცით ასეთი კლიმატური ცვლილებები რომელ სისტემებს დააზარალებს ყველაზე მეტად, ან უკვე დააზარალა და პერსპექტივაში როგორია, იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი თქვენი სტუმრობის დროს სწორედ ასე ვიქცევით ხოლმე მოცემული მონაცემებით თქვენ მსჯელობთ, როგორ გადავიხედოთ მომავალში და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი პერსპექტივა. დიახ, სწორედ დაავადებათა ტვირთს ზომავენ, ამას გლობალური დაავადებათა ტვირთის გაზომვის სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, იმისთვის, რომ მათ შორის შედარებადი იყოს სხვადასხვა ქვეყნების წარმატება და შესაძლებელი იყოს რეალურ ინსტრუმენტებზე საუბარი. ძალიან კარგია, რომ ამას აქვს ერთიანი მეთოდოლოგია და
ქვეყნებს შეუძლიათ რომ შეადარონ ერთმანეთის ასე ვთქვათ მონაცემები ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი გახლავთ ამით დაკავებული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზოგადად ჯანდაცვის სექტორი ჩვენი თანამშრომლობს ამ ინსტიტუტთან და ჩვენ გვაქვს მათ შორის ინფორმაცია შესაძლებლობა რომ შევადაროთ ჩვენი დაავადებების ტვირთი როგორი არის ამ თვალსაზრისით. როდესაც გარემოს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, საქართველოსთვის თლიანად ავადობის 21% და სიკვდილობის 25% არის დაკავშირებული გარემოს მავნე ზემოქმედებასთან. ეს გახლავთ გლობალური მაჩვენებლების მაქსიმუმის, ასე ვთქვათ, შესადარი ციფრები. მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ 25%-იანი თამასა არის იმისა, რომ გარემოს გაჯანსაღებით შევძლოთ დაავადებათა ტვირთის შემცირება. შესაძლებელია თუ არა შემცირება? შესაძლებელია და ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები ევროპის განვითარებული ქვეყნებისა, სადაც კონკრეტული ღონისძიებები, იგივე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, რაც გახლავთ განუყოფელი ნაწილი კლიმატის ცვლილებისა მათ შორის, მით უმეტეს ჩვენი გეოგრაფიულ კლიმატურ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნისათვის, ცალკე საკითხი რომელიც გარემოს დაბინძურებას ეხება და იგივე უაღრესად აქტუალური საკითხი პლასტმასებთან დაკავშირებული და ეს ტენდენცია მზარდი კონკრეტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის წინაშე დადგომა პლასტმასების ზემოქმედების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისით ევროპული გამოცდილება რომელიც ასევე გვეუბნება რომ დიახ დაავადებათა ტვირთის შემცირება არის შესაძლებელი. რას ეხება, რომელ დაავადებებს ეხება? ეხება დიდმკვლელებს, პირველ რიგში გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რესპირატორულ დაავადებებს, დიაბეტს ეხება, რა თქმა უნდა, და რა თქმა უნდა ეხება კიბოს. სწორედ ეს 4 დიდი მკვლელი გახლავთ ყველაზე უფრო მეტად ასოცირებული გარემოს დაბინძურებასთან და აი მაგალითად, როდესაც ჰაერის დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაზე მსხვილი ფაქტორი გახლავთ და ის პრაქტიკულად ყველა ამ ჩამოთვლილ დაავადებათა ჯგუფთან არის დაკავშირებული და მას ამძიმებს და ართულებს ჰაერის დაბინძურებას გულისხმობ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. იგივე ხმაურით დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები. ნარჩენების მართვასთან, მისი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ასპექტები გახლავთ გადამწყვეტი მათ შორის დაბინძურების შესამცირებლად. ყველა ეს რეკომენდაციები, რომელიც მაგიდაზე დევს, რომელიც უნდა იყოს არჩეული ქვეყნის მიერ და მათ შორის როგორც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. საქართველოსთვის მათ შორის არის დაანგარიშებული დაახლოებით როგორი არის ის ეკონომიკური ტვირთი, რომელიც ამ დაავადებების ტვირთთან არის დაკავშირებული. მსოფლიო ბანკის შესაბამისი გათვლების შესაბამისად და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი სამუშაოების მიხედვით 3 მილიარდ ლარს აჭარბებს ჩვენი დანახარჯები აი ამ დაავადებათა ჯგუფების მართვასთან დაკავშირებით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 6% შეადგენს და ამ ციფრების ცვლილება არის შესაძლებელი ისევე როგორც მთავარი არის ამ დაავადებათა ტვირთის ცვლილება შესაძლებელი შესაბამისი პოლიტიკის გატარებით, რასაც ქვია მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადაპტაციის გეგმა, რომლის ჯანმრთელობის კომპონენტი უკვე დამტკიცებულიც აქვს საქართველოს და ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის ღონისძიებები უნდა გავატაროთ იმისათვის, რომ ადაპტაციის გეგმა იყოს რეალურად მოქმედი და ჩვენი პოლიტიკა, ყველა სახის პოლიტიკა ითვალისწინებდეს ჯანმრთელობის პრიორიტეტულობას. როდესაც ჩვენ გეგმავთ ხოლმე ამ გადაცემას, ჩვენი პრიორიტეტი სწორედ არის ჯანმრთელობა.
და ნებისმიერ საკითხს სწორედ ჯანმრთელობის წახნაგით ვხედავთ, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არის ადამიანის ინსტრუმენტი, იპოვოს საკუთარი თავი, მოახერხოს თვითრეალიზაცია, ბოლოს გადარჩეს ფიზიკურად, შეძლოს არსებობა, სიცოცხლე და იზრუნოს საკუთარი ცხოვრების ხარისხზე. თუმცა, ვიდრე დავასრულებთ საუბარს, ერთი მოკლე კითხვა მაქვს და თქვენგან ველოდები პასუხს, როდესაც საუბრობთ კლიმატზე, როდესაც საუბრობთ კლიმატის ცვლილების შესაძლებლობაზე, ეს არის დიდი თავსატეხი ძალიან დიდი ქვეყნებისთვის და ძალიან მსუყედმცხოვრები ქვეყნებისთვის და არ არის გასაკვირი, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი თავსატეხი. მაგრამ თუ შევხედავთ ერთი ადამიანის ჭრილში, ერთი პიროვნების ჭრილში, თითოეული ჩვენგანი შეიძლება ამ კლიმატური ცვლილებების მსხვერპლი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ტენდენცია გაუმჯობესებისკენ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს წინდახედულებაზე და არაერთი ადამიანის, არამედ ბევრი ადამიანის წინდახედულებაზე. შესაბამისად, ლოგიკურად გვიჩნდება კითხვა, მე როგორც ერთ ადამიანს რა შემიძლია გავაკეთო? მე შემიძლია შევცვალო კლიმატის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება? ან ეს ცვლილებები, რომელიც კლიმატთან არის ასოცირებული, შემიძლია მე ერთ ადამიანს შევაჩერო და შესაბამისად ჯანმრთელობის რისკები ავიცილო თავიდან? შესანიშნავი კითხვა. სწორედ ამაზეა საუბარი. ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც რადიკალურად შევაჩეროთ. ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ ეს არის რეალიები. ჩვენ ცხოვრობთ კლიმატის ცვლილების ეპოქაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ეს ზიანი. ჩვენი გონიერი მოქმედებებით. სწავლება იმისა, რა შეიძლება იყოს ეს გონიერი მოქმედებები, ძალიან ფართო სპექტრის არის, მაგრამ ყველა მათგანი დაკავშირებული არის არა მხოლოდ ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, არამედ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან თითოეული ადამიანის, რომ შეამციროს თავისი ზემოქმედება იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი გახლავთ მათ შორის, მაგალითად იგივე პლასტმასების მავნე ზემოქმედების შემცირება. დიახ, პლასტმასების წარმოებისთვის საჭირო არის წიაღისეული საწვავი, საჭირო არის მოპოვება ამ ნივთიერებებისა და შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენზე ახდენს ზემოქმედებას. იგივე ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის საშუალებები და საგნები, რომელსაც უარი უნდა იქნას უბრალოდ ნათქვამი, იმიტომ რომ არარაციონალურია მათი გამოყენება. მათი მოხმარების საშუალო პერიოდი მხოლოდ საათნახევარს შეადგენს დაახლოებით. მაშინ, როდესაც მათი მოპოვებისთვის, წარმოებისთვის საჭირო არის ისეთი ენერგეტიკული რესურსები, ადამიანური რესურსები და შემდეგ მათი უტილიზაციისთვის დახარჯული ძალისხმევა, რომელიც უბრალოდ არ არის ეკონომიკურად გამართლებული და არ არის გამართლებული ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რას მოვიხმართ, როგორ მოვიხმართ, იმისთვის რომ ჩვენი გარემო გავხადოთ უსაფრთხო, ჩვენი შვილებისთვის იყოს ეს გარემო უსაფრთხო და მომავალ თაობებს კონდეთ შესაძლებლობა იარსებონ ამ გარემოში ცხოვრების კარგი ხარისხით. გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ წლების მანძილზე არ დაგვირღვევია ტრადიცია და პანდემიის დროსაც კი ჩვენ საუბრობდით გარემოს უსაფრთხოებაზე და გარემოს დაცვაზე და კლიმატის ცვლილებაზე. და ყველაფერი, რაზედაც დღეს მთელი საზოგადოება წუხს, თქვენ როგორც დარგის ექსპერტმა მრავალი წლის წინ გაუზიარეთ ჩვენი გადაცემის მაყურებელს და ამ საფრთხეებზე გააფრთხილეთ საზოგადოება და გაგვაფრთხილეთ ყველანი, რომ დიახ ეს შესაძლებელია. ის რაც შესაძლებლობად წარმოგვედგინა, დღეს უკვე რეალობაა. მაგალითად ის თბური ტალღები, რომელთანაც დაკავშირებულია სეზონების დაკარგვა. თუმცა ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, როდესაც არა მარტო საზოგადოების, არამედ თითოეული ჩვენგანის როლი არის უკვე გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ გარემო დავზოგოთ და შემდეგ გარემო დაგზოგოს ჩვენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ქალბატონი ნია გიუაშვილი და მე ამით არ გემშვიდობებით წინ კობით შუქნიშანი გველოდება.
კვებაზე საუბარი რასაკვირველია, სხვადასხვა წახნაგს გულისხმობს და კვება არის პროცესი, სადაც საკვები ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. Რა თქმა უნდა, საკვების სხვადასხვა ფუნქციაზე შეგვიძლია ყოველდღიურად ვისაუბროთ და ასეც ვიქცევით ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საკვებს მივუჩინოთ ადგილი კონკრეტულ სისტემებში. და როდესაც ჩვენ ამათვე მკობის მოდელს გთავაზობთ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის სარგებელს და იმასაც თუ როგორ შეიძლება ეს სარგებელი მივიღოთ მკობის მოდელით კონკრეტული საკვები, როდესაც არის კონკრეტულ უჯრაში განთავსებული. მაგალითად, ჩვენ ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ ყველაზე სასარგებლო კვების მოდელად თანამედროვე ცივილური სამყაროსთვის ეს არის ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელი. თქვენ ზედმეტად ხშირადაც კი გეჩვენებათ, რომ გესმით ეს სიტყვა, ყურით შეაჩვიეთ ამ სიტყვას და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის ეს არის ცხოვრების ნაწილიც, იმიტომ რომ ჩვენი კვების მოდელი ისტორიულად თუ დავაკვირდებით მას, ძალიან ბევრი პროდუქტის ურთიერთშეხამებით ადვილად ჯდება და შეესაბამება სწორედ ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელს. ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად ეს მოდელი გამოვიყენოთ. ძალიან ადვილია წარმოვიდგინოთ მოდელი განაწილებული თეფშის პრინციპით, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტია გასათვალისწინებელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საგანგებოდ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას არა უბრალოდ მრავალფეროვნებაზე პროდუქტებისა და ცისარტყელა თეფშზე ხმარობ ხოლმე ამ გამოთქვას, არამედ მაგალითად ჰარვარდის რეკომენდაციით ჯგუფების განაწილებასთან ერთად საგანგებოდ ცხიმის და წყლის მოხმარების გათვალისწინება, ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით და როდესაც მასშტაბებს ვზრდით, ძალიან ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჯანსაღი კვება, მაგალითად 10 წლეულების განმავლობაში და საგანგებოდ ექსპერტთა ჯგუფმა პლანეტის თეფშიც კი შეიმუშავა. პლანეტის თეფში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი კვებითი არჩევანი უახლოესი წლების განმავლობაში. ეს ძალიან ნაცნობი, წყობრი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და რა თქმა უნდა, მივყავართ ჩვენს ჯანმრთელობასთან, დღეგრძელობასთან, ცხოვრების ხარისხთან. მაგრამ განა აქვს ასეთ ჩამონათვალს აზრი, თუ ჩვენ არ დავიცავით მთავარი პრინციპი. ეს არის კვების და საკვების უსაფრთხოება. როდესაც საკვები გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, როდესაც საკვებისთვის გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენს გადაცემაში გაჩნდა პირველად კონცეფცია კვებით შუქნიშანი, გაჩნდა სამფერი კალათები, სამფერი თეფშები და ეს უკვე იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ შეიძლება ბევრმა თქვენგანმა საწყისი და სათავე ვერ გაიხსენოს, მაგრამ ამ სამფერ რეკომენდაციებს თქვენ უკვე დიდი ხანია შეეჩვიეთ. და სწორედ აი ამ დასაწყისთან ერთად უნდა გავიხსენოთ ის ინფორმაცია, რომელიც ეკომეგობრული განწყობის მქონე კამპანიას უკავშირდება. თქვენ გახსოვთ ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. პროდუქტები, რომელიც თვითონ ნადგურდება. ბიოდეგრადირებადი. ასე გაჩნდა ჩვენს გადაცემაში, გადაცემის სიმბოლიკით ახსავსე მაგალითად ქაღალდის ჩანთა. ასე გაჩნდა ქსოვილის ჩანთა, ანუ ქსოვილის ნაჭრისგან ჩანთა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გამოვიყენოთ პოლიეთილენის ნაცვლად, სწორედ მრავალჯერადი მოხმარების ისეთი მასალა, რომელიც გარეცხადია, დამუშავებადია, განადგურებადია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ ბისფენოლი A არ შედის მინის ჭურჭელში და მინის ბოთლის გამოყენება პლასმასის ნაცვლად. გაიხსენეთ ამაზე კამპანია, ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ 2010 წელს, 2012 წლიდან 14 წლიდან გაჩნდა კონკრეტული სიმბოლოები და ეს სიმბოლოები იყო ხის თეფში, თიხის ფიალა ცხადია, თუ დარწმუნებული ვართ, რომ კერამიკის წარმოებისას ტყვია არ არის გამოყენებული. ყველა ეს პროდუქტი იყო მინიშნება ბუნებრივი მასალებისაგან დამზადებული პროდუქტების საჭიროებაზე და იმის აღნუსხვა, თუ როგორია ჩვენი არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესის სასარგებლოდ, არა უბრალოდ სამახსოვრების წაკითხვა და ინფორმაციის განყენებულად აღქმა, არამედ გამოყენება იმ მინიშნებისა, რასაც ქვია დალიე და გადახაზი. ეს გახსენება.
მაგრამ გახსენება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ, დიახ, ადამიანისთვის საზიანოა ფიზიკური აქტივობის არ ქონა. ადამიანისთვის საზიანოა, როდესაც ჩვენ წონას არ ვაკონტროლებთ. ადამიანისთვის საზიანოა წყლის არასწორი მოხმარება, ალკოჰოლით დატვირთვა, ენერგეტიკული სასმენების არარაციონალური გამოყენება, მარილის, შაქრის რეალურად არასწორი გამოყენება ყოველდღიურ რაციონში, ისევე როგორც ნაჯერი ცხიმების გამოყენება. მაგრამ იგივე პროდუქტებს მოდით სხვაგვარად შევხედოთ. შევხედოთ წყალს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას და ჭურჭელს მისთვის, რომელსაც გამოვიყენებთ. მაგალითად, თუ წყლის დაბინძურებაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რაში ვინახავთ ამ წყალს და რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარემოს ტემპერატურა. მაგალითად, რაც უფრო ცხელა გარემოში და პლასმასის ჭურჭელში დიდხანს ტოვებთ წყალს, მით უფრო მაღალი რისკია ჩვენთვის არასასურველი ნივთიერებები აღმოჩნდეს წყალში. მაგალითად, როდესაც ალკოჰოლურ სასმელს ვიყენებთ ჩვენ თუნდაც ძალიან ზომიერად ხანდახან, მაგრამ ვინახავთ სისტემატურად პლასტმასის ჭურჭელში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღვინო ფერმენტაციის პროდუქტია, ტყემალი ფერმენტაციის პროდუქტია და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აჯიკა, გავიხსენოთ, ასევე ფერმენტაციის პროდუქტია, ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ ამ პროდუქტებისათვის არ არის გათვლილი ჭურჭლად პლასმასი და რომ არა მარტო საგემოვნო თვისებებს, არამედ ქიმიურ შემადგენლობასაც იცვლიან ეს პროდუქტები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ცხიმის შენახვის დროს, კარაქი უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე ჭურჭელში, უნდა დავტოვოთ თუ არა, მაგალითად, პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. სინათლის ზემოქმედებით რა ხდება კარაქში? პრაქტიკულად იშლება ავიტამინი, რომელიც შემცველობა მასში მზასახით არის განსხვავებით ბოსტნეულისაგან და ხილისგან. ასეთ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ მცენარეული ცხიმის შენახვის ოპტიმალური ჭურჭელიც. რატომ არის მნიშვნელოვანი გაუმჭვირი მუქი მინის ჭურჭელი პლასტმასის გამჭვირვალე ჭურჭელთან შედარებით? სწორედ იმის გამო, რაც უკვე მოგახსენეთ, ცხიმში არსებული ნივთიერებების თვისებებისა და მათი თავად ფიზიკური გადარჩენისათვის. რა უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად სუნელ საკაზმის უსაფრთხოებისთვის? აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორ არის იგი მომზადებული, რამდენად სანდოა მისი წყარო, არის თუ არა მაგალითად სხვადასხვა უცნაური წარმომავლობის პროდუქტების ურთიერთშერევით მიღებული ეს კომპონენტი, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ქართული სუნელების არა თუ დასამახსოვრებელი, არამედ ძალიან არასასიამოვნო თავგადასავალი, სადაც აღმოჩნდა ტყვია და სხვადასხვა მინარევები მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოური წარმოების სუნელები იყო მასში შერეული და გამდიდრებული იყო მასა. ამიტომ სუნელებში არის რისკი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ისევე როგორც სხვადასხვა სახის თხილეულში და ზოგადად ცხიმის შემცველ პროდუქტებში. ასეთ პროდუქტებში, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ ყავის მარცვლებშიც კი არის რისკი იმისა, რომ განვითარდეს აფლატოქსინები. ანუ ეს გახლავთ სოკოს ნაირსახეობა, სოკოს ტოქსინები, რომელიც უკიდურესად დამაზიანებელია ჩვენი ღვიძლისთვის და მაშინაც კი, როდესაც ობი არ არის ხილული და შესამჩნევი, როდესაც ამ პროდუქტების დაზიანება ჩვენ აშკარად თვალით ვერ მოვიცნობთ, ამ პროდუქტებში არსებული აფლატოქსინი ჩვენს ორგანიზმზე დამანგრეველზე გავლენას ახდენს. ამიტომ არასწორად შენახვა ამ პროდუქტებისა, არასწორი გამოყენება ამ პროდუქტებისა შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როდესაც ხილსა და ბოსტნეულზე ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ იმ მრავალფეროვნებაზე, რომელიც არის ჩვენს კვებით შუქნიშანთან ასოცირებული. ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა ფერის პროდუქტებზე, მრავალფეროვნებაზე და ამ მრავალ ფერთან ასოცირებულ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთზე, რომელსაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მაგრამ ეს ნივთიერებები რომ გადარჩეს, ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს უსაფრთხოდ და რაც მთავარია, მათი ზემოქმედება ჩვენზე იყოს უსაფრთხო, საჭიროა რომ ეს პროდუქტები სწორად შევიძინოთ, სწორად შევინახოთ, სწორად დავამუშაოთ, სწორად მოვამზადოთ და გამოვიყენოთ. ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ პირველი თუ პროდუქტები ძალიან დიდხანს არის პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მრავალფეროვნება ამ პროდუქტებისა გულისხმობს მრავალფეროვნებას ნივთიერებებისა, რომელიც პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ან დაიშლება სრულად, ან გარდაიქმნება. და აი ამის შედეგად ჩვენს ორგანიზმში
რასაც ველოდით ის სარგებელი არ მოხდება. კიდევ უფრო გასათვალისწინებელია თუ ასეთი პროდუქტები არის ღია სივრცეებში, მაგალითად ტრასასთან ახლოს, მაგალითად ქუჩაში, მაგალითად ავტომობილო ნაკადთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეში. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მძიმე მეტალების დანალექი იზრდება, აქ იზრდება გამონაბოლქვის გავლენა ამ პროდუქტებზე და აღარაფერს ვამბობ უკვე ხანგრძლივად მზისხივების ქვეშ დაყოვნების შემთხვევაში, რატომ დაერთვის ერთმანეთის თანმიმდევრობით ეს შედეგები უკვე პროდუქტს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ უკვე ნაყიდ პროდუქტებზე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დავამუშავებთ და შევინახავთ ამ პროდუქტებს. აუცილებლად გამოვიყენოთ სუფთა პროდუქტებისათვის ცალკე დაფა. არასდროს გამოვიყენოთ ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის და ნებისმიერი სხვა პროდუქტის ერთი და იგივე დაფა. პურს რომელ დაფაზეც დავჭრით, ეს დაფა განკუთვნილი უნდა იყოს სწორედ პურისთვის და მსგავსი პროდუქტებისათვის. და რაზედაც ხორცს ვამუშავებთ, ეს უნდა იყოს სწორედ ხორცისთვის განკუთვნილი დაფა და მას საგანგებოდ განსხვავებულად ჭირდება დამუშავება, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმ ჩანართებს, იმ ნარჩენებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ თუნდაც ძალიან მაღალი ხარისხის ხის დაფის ზედაპირზე დარჩეს. უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში დანის გამოყენებაც და თუ ჩვენ ვამბობთ ველის განკერძოებაზე, ველის გამოყოფაზე, დიახ, თევზისთვის დანა და თებში ამ შემთხვევაში დაფა გამოვიყენოთ ცალკე, ხორცისთვის გამოვიყენოთ ცალკე და შესაბამისად დავამუშაოთ იმისთვის, რომ სხვა პროდუქტებისთვის იყოს უსაფრთხოდ გამოყენებული. როდესაც ხილსა და ბოსტნეულს ვინახავთ, გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ისეთი პროდუქტები, რომელიც მაცივარში ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ სასარგებლო თვისებებს ბოლომდე შეინახავს და შეინარჩუნებს. თუ ბოსტნეულისგან კერძს ვამზადებთ და ჩვენ ვცდილობთ დიდი ულუფა მოვამზადოთ ოჯახისთვის და შემდეგ ყოველჯერზე გამოვიღებთ, გავაცხელებთ იმისათვის, რომ მთელი ოჯახი ვასადილოთ, გარწმუნებთ, მაშინ სასარგებლო აღარაფერი დარჩება. ბევრად უკეთესია თუ მთლიანობაში მომზადებულ კერძს ისე გადავანაწილებთ, რომ ან ულუფებად შევინახოთ, ან ყოველი გაცხელების წინ გამოვყოთ ის ულუფა, რომელიც ახლა ამ წუთას გვჭირდება და ასე დავიცვათ დანარჩენი ნაწილი ჩვენ მიერ მომზადებული პროდუქტისა სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვისგან. მე მხოლოდ რამდენიმე წესზე გაგახსენეთ, რამდენიმე მიდგომაზე გაგახსენეთ, რომელიც პროდუქტების უსაფრთხოებას განაპირობებს. და კიდევ ერთხელ მქონდა საშუალება თქვენთვის შემეხსენებინა. ჩვენ შეიძლება ძალიან ცნობილ დიეტებზე ვისაუბროთ. ჩვენ შეიძლება ძალიან გახმაურებულ კვების მოდელზე, ტენდენციებზე ვისაუბროთ კვებაში, მაგრამ თუ არ გავითვალისწინებთ საკვები პროდუქტების და თავად კვების პროცესის უსაფრთხოებას, გარწმუნებთ, ყველაზე გულდასმით შერჩეული დიეტა ან კვების მოდელიც კი კარგავს აზრს, მიზანშეწონილობას და თავის სარგებელს ასეთ შემთხვევაში. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ, ამით გემშვიდობებით.